მოგესალმებით. თქვენ უყურებთ დღის მთავარი ამბის ბლიც ანალიზს. მოგეხსენებათ, წარმატებით დასრულდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. როდესაც ვამბობ წარმატებით, ბუნებრივია აქ არ იგულისხმება გამარჯვება უკრაინის, იმიტომ რომ საკმაოდ მძიმე კომპრომისებზე უწევს უკრაინის მხარეს წასვლა მშვიდობის სახელით და თავისი პარტნიორების ანგარიშის გაწევის კუთხით და მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ურთიერთგაგება სრულია პარტნიორებს შორის. ამ გადაწყვეტილებების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა აღადგინა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება და აგრეთვე დახმარებაც, სამხედრო დახმარება, რომელიც შეწყვეტილი იყო, აქაც ესე ვთქვათ, გვაქვს პროგრესი. აქედან გამომდინარე, ეს არის ნამდვილად პოზიტიური გადაწყვეტილება იმ ფონზე, როდესაც საკმაოდ მძიმედ ვითარდებოდა უკრაინა აშშ-ს ურთიერთობები. ჩვენ ნახეთ უპრეცედენტო პოლემიკა თეთრ სახლში ამერიკის და უკრაინის პრეზიდენტებს შორის იყო ძალიან მაღალი დაძაბულობა, ერთგვარი შოკი იყო მთელი სამყაროსთვის, მაგრამ კარგია რომ ყველაფერი სწორ კალაპოტში ჩაჯდა ისევ და ყველაფერი ესე ვთქვათ დაუბრუნდა იმ სტატუს ქვოს, რისიც ეიმედება მთელ ცივილიზებულ სამყაროს. ამერიკელებმაც თქვეს და უკრაინელებმაც ეს დაადასტურეს, რომ ეხა ბურთი არის რუსეთის მოედანზე და მათ უნდა ესე ვთქვათ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები. რუსეთი ამას არ აპირებს და ჩვენ პირველივე კომენტარებში ეს ვიხილეთ, ისინი საუბრობენ დაწყებული იქიდან, რომ ისინი არ დაუშვებენ ევროპული, ნატოს ჯარების განთავსებას ერთგვარი ბუფერული ზონის შექმნის თვალსაზრისით მხარეების დაშორიშორების კუთხით, რამაც უნდა უზრუნველყოს ეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. გარდა ამისა, მე მაქვს დიდი ეჭვი, რომ ისინი ტერიტორიულ პრეტენზიებსაც წააყენებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ თითქოს მიგვაჩნდა და ესე უყურებდით პროცესს, რომ დათმობებზე არ მიდიოდა უკრაინა, მაგრამ სინამდვილეში უკრაინა წავიდა საკუთარი ტერიტორიების დროებითი ოკუპაციის აღიარების ხარჯზე ძალიან სერიოზულ კომპრომისებზე და რუსეთი ისევ ხისტად ატარებს პოლიტიკას. ასე თავხედური განცხადებაც კი იყო გაკეთებული რუსეთის მხრიდან, რომ მშვიდობა იქნება მხოლოდ არა ამერიკის პირობებზე, არამედ ჩვენ პირობებზე. ბუნებრივია ამას სავარაუდოდ მოყვება შეერთებული შტატებისგან საკმაოდ სერიოზული ხისტი რეაქცია. უბრალოდ სხვა გზა არც ტრამპს არ რჩება, ესე უკან დახევის, ის ერთგვარ მაჩოს თამაშობს, ხო? დღევანდელ რეალურ პოლიტიკაში და აქედან გამომდინარე ეს შეურაცხყოფა წესით მან არ უნდა აიტანოს. მეორეს მხრივ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთსაც არა აქვს მაინც და მაინც დიდი მანევრი, ის რომ დათანხმდეს ახლა ცეცხლის შეწყვეტაზე და ასე შემდეგ, ხო? ომი გარკვეულწილად რუსეთის ხელისუფალს შველის შიგა პოლიტიკური გაგებით, ხო? როცა ომია, ახლა იქ კრიტიკაც შეზღუდულია, ყველაფერი შეზღუდულია, კითხვები არ ისმევა. შესაბამისად ომის რეჟიმი ძალაუფლების გამყარების თვალსაზრისით ძალიან კომფორტულია პუტინისთვის და როდესაც ცეცხლის შეწყვეტა რეალურად მოხდება, რუსეთის ხელისუფლებას აქვს გარკვეული შფოთი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება შიგნით ქვეყანაში დაიწყოს კითხვების დასმა და გარკვეული არასტაბილური ვითარება შექმნას შიგა პოლიტიკური გაგებით. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ ტიპის რეჟიმები, რუსული ტიპის რეჟიმი, იგივე თუნდაც საქართველოში რეჟიმის შექმნის მცდელობა, როდესაც არის, ხო, არ ემყარება რეალურ ძალას, ხო, ის ემყარება ერთგვარ მითოლოგიას, უძლეელობის მითოლოგიას და გარკვეულ პირობებში ეს მითოლოგია იწყებს მსხრევას, რის შემდეგაც შეიძლება დაიწყოს შეუქცევადი პროცესები. ეს ესმის პუტინს და ეხლა დაიწყო უკვე ესეთი საჭადრაკო პარტია და მე დიდი იმედი მაქვს, რომ დასავლეთი ისევ დაუბრუნდება რეჟიმს, არა ერთმანეთთან პოლემიკის, ერთმანეთის კრიტიკის, რაღაც ტარიფების დაწესების, ერთმანეთისთვის ეკონომიკური ომის და
ესე რომ ვთქვათ, სხვა ტიპის ფასეულობითი კრიტიკის, არამედ დაუბრუნდება პარტნიორობის, თანამშრომლობის და ესე რომ ვთქვათ, სრული კონსოლიდაციის სიტუაციას, ხო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამყაროს მომავალი წესრიგისთვის, იმ წესრიგისთვის, რაც გარდაუვალად იქნება დამკვიდრებული მას შემდეგ, რაც აი ეს საშინელი ომი იქნება დასრულებული. დღეს სულ ეს იყო, ამით გემშვიდობებით.